რატომ გაგიჟდა კომპანია Sony და რატომ გააძვირა თავის კამერები $300-500 და უფრო მეტით. გაიგებთ ამ ვიდეოში. ამ ვიდეოს აუცილებლად ბოლომდე უნდა უყურო, იმიტომ რომ ბოლოში გაიგებ რომ ვათამაშებ ესეთ ძალიან მაგარ Vortex-ის ფილტრებს, კრეატიულს, ლამას, ორიგინალურს, თავისი პრიზმა და სხვადასხვა halo ეფექტებით. ასე რომ ეს ვიდეო აუცილებლად დაალაიქე და კომენტარი კიდევაც და არჩი ბოლომდე. სალამი, მე არტურო ვარ, ვიდეო ოპერატორი, კონტენტ კრეატორი და Sony-ს დიდი მოყვარული. ეს ყველაფერი განაპირობა იმან, რომ ამერიკის სახელმწიფომ გაზარდა ტარიფები და გადასახადი ელექტრონიკაზე და კონკრეტულად Sony-ზე ძალიან იმოქმედა და მოუწია მთელი თავისი ამ კამერების ლაინის გაძვირება და არა მხოლოდ კამერების, რა თქმა უნდა, სხვა მსხვილ ტექნიკასაც შეეხო. ასე რომ თუ აპირებ ახალ მოვალში ან ეხლა კამერის შეძენას ამერიკიდან, Amazon-დან, BH-დან, სხვა წყაროებიდან, ჯობია ცოტა მოითმინო, ან ნახო ოფიციალური წარმომადგენელი ევროპაში, ან უფრო აზიაში, იმიტომ რომ აზიის ბაზარს არ შეეხო და აზიის ბაზარზე ბევრად ხელმისაწვდომ და ხელსაყრელ ფასად შეგიძლია შეიძინო Sony-ს კამერები. მარტივი მაგალითისთვის FX30, რომელიც სულ რამოდენიმე თვის წინ ღირდა $1600, $1650 ამერიკის ბაზარზე, ასევე ავსტრალიის ბაზარზე და ევროპის ზოგიერთ ბაზარზე ფასი გაიზარდა $2200-მდე და FX3, რომელიც ღირდა დაახლოებით $3500, ფასი ავარდა ძალიან მაღლა $4200-$4300-მდეც ადის ზოგიერთ ბაზარზე. ამ მომენტს ძალიან დიდხანს ველოდი, რომ მექნებოდა თავისუფალი დრო, რომ განმეხილა ეს ორი საოცარი კამერა, FX30 versus FX3, რომელიც ჯობია და ვისთვის არის ეს კამერები. ზუსტად ერთნაირი, აბსოლუტურად ერთნაირი კამერებია, რომლებსაც აწერია FX30 უბრალოდ და FX3. მაგრამ რა ხდება შიგნით? ძალიან ფაქიზი მომენტია, რომელიც მე არ მიყვარს, მაგრამ ეს ოთახი სუფთაა და ამის გამომშვები. ესე იგი, FX30 და FX3. აი, ფიზიკური სენსორის გარდა სხვაობა ძალიან მცირე არის და ზუსტად აი ამ სენსორში არის სხვაობა და ფასის აი ამ ხელა ზრდა. Full frame APS-ის crop-ის წინააღმდეგ. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ მე Sony-ს მომხმარებელი ვარ 2017 წლიდან. A7 ეს ლაინი პირველი ეს ლაინი დაწყებული, S2, A7 3 მქონდა, ასევე A7 4-ები და გადმოვიდით აგერ FX30-ზე და FX3-ზეც. ანუ მაგ მარაგში კიდე სხვა Sony-ს კამერების, რა თქმა უნდა, ფილიანი კამერების ფაქტია მეორე. პირველი კამერა შევიძინე FX30. ვიყენებ უკვე თითქმის 2 წელია, თითქმის არა, 2 წელია ვიყენებ FX30. საოცარი კამერაა. არ ვიცი რატომ უნდა გავყიდო ეს კამერა, ან არის working course 24/7-ზე შემილია ვამუშაო ნებისმიერ პირობებში, გათიშვის გარეშე, იდეალური ხარისხით. რა თქმა უნდა, თუ გამოიყენებ კარგ ობიექტივს. ორივე დაკეიჯლი მაქვს small rig-ის კეიჯებით, რო რამე, რო იცოდეთ. რაც შეეხება FX3-ს, ცოტა მოგვიანებით შევიძინე, დაახლოებით 9 წელი გავიდა FX30-ის მერე და გადმოვიდა FX3-ზე. კი, ცადა დედამიწა არის, რა თქმა უნდა, სენსორის გამო, იმიტომ რომ ბევრად მეტ სიღრმეს გაძლევს და აქვე რაც მთავარია low light killer-ია, კი ღამე იგებს სასწაულს. 100,000 ISO-ზე შეგიძლია გადაიღო ვიდეო კი და გამოიყენო. იმდენად ერთნაირი კამერებია, მაინც და მაინც თუ არ გახსენი ხუფი და არ დააკვირდი სენსორს და არ წაიკითხე წარწერა, ზუსტად იდენტურია, ერთი ერთში არის. აბსოლუტურად ყველაფერი. თავარია და რაც ძალიან მახარებს, ეს არის CF Express სლოტები, ორივეს აქვს 2 CF Express სლოტი, პარალელურად აქვს
ორი ცალი SD-ს სლოტით, ასე რომ შეგიძლიათ გადაიღოთ პარალელურ რეჟიმში, როგორც CF-ზე და SD-ზე, ერთდროულად, ასევე ორ SD-ზე თუ გინდათ, ან ორ CF-ზე. ვინმეს თუ გაინტერესებთ, მე ვიყენებ მხოლოდ და მხოლოდ Lexaris ბრენდის ჩიპებს, იმიტომ რომ სანდუარი. ყველაზე დიდი პლუსი ორივე კამერას ის არის, რომ ორივეს აქვს ესეთ გაგრილების ფანი. არასდროს არ ხურდება არც ერთი კამერა, არც ითიშება. აკუმულატორები 4K 10 ბიტ რეჟიმში შეგიძლია გადაიღოთ დაახლოებით საათი და 20 წუთი, უხეშად გააჩნია ტემპერატურის პირობებს. ორივე არის აბსოლუტურად ვიდეოზე გათვლილი, კი, ფოტოს გადაღების მოდიც აქვს ორივეს, მაგრამ არის ვიდეო კამერა. Base ISO აქვთ ორივე კამერას, ერთის მუშაობს 800 2500-ზე, ანუ 800 ISO-ზე და 2500-ზე და მეორეს 800 და 12800. სასწაული დიაპაზონია, FX30-ზე გვაქვს 14 Dynamic Range, FX3-ზე გვაქვს 15 პლუსი. სამწუხაროდ არც ერთი არ წერს internal RAW ვიდეოს, კი გჭირდებათ external მონიტორი, რეკორდერი ეგრეთ წოდებული, როგორც Atomos-ის ნებისმიერ სერია, მაგრამ FX30 არ წერს, FX3 წერს. აი, ამაში არის სხვაობა კიდე. ეს მაგარი გადაობაა, რომ FX3-ზე გვაქვს 12 მეგაპიქსელიანი სენსორი, ანუ ფოტოს გადაღება რომ მოგინდეს 12 მეგაპიქსელში გადაიღე, მეც ვერა. და FX30-ზე გვაქვს 26 მეგაპიქსელიანი სენსორი და ბევრად მეტ რეზოლუციას მიიღებ. არა, მე ბევრჯერ გადამიღია FX3-ის სხვადასხვა ფოტოები და გამომიყენებია კიდევაც, აი ეგრე. ხო, უცებ აქ დიდი პრიორიტეტი აქვს FX30-ს, იმიტომ რომ ბევრად იაფიანი ობიექტივების გამოყენება შეგიძლია, იმიტომ რომ APS-C crop ობიექტივები ბევრად იაფია ვიდრე full frame-ი. ასე რომ 1/3 ფასად შეგიძლია იყიდო რამოდენიმე ობიექტივი და FX30 და თითქმის ახლოს მიხვალ FX3-თან. კი, მაგრამ ნუ აქ მაინც სულ სხვა არის. სხვათა შორის მე რაც მაკლია FX3-ზე, ეგ არის Super 35 ან crop mode-ზე გადასვლა. სამწუხაროდ ეს არ აქვს გადაღებისას. აქ, რა თქმა უნდა, არის ეგეც, მაგრამ ორივეს აქვს ეგეთი digital zoom-ი, მადგება ხოლმე, მაგრამ ნუ დიდი ვერაფრის გამკეთებელი, არაფრის გამკეთებელი არ არის. აგერ აი ესე უხეშად გაჩვენებთ. ორივე კამერას 3 ინჩიანი დისპლეები აქვს. სამწუხაროდ FX3-ზე ბანზი ეკრანია 1.4 მილიონი დოტი აქვს და აქ 3 მილიონი FX30-ის ბევრად კაშკაშა მონიტორია. მაგრამ აქვე გამოვიდა ახალი FX3A სერია, იგივე არის ზუსტად რაც ეს FX3, შეუძლოეს უბრალოდ მონიტორი. და თუ გადაწყვეტ რომელიმე FX სერიის ყიდვას, ძალიან ფრთხილად იყავით ამათ მონიტორებთან, იმიტომ რომ ძალიან ფაქიზია და ძალიან მალევე ფუჭდება. რაც შეეხება აუდიოს, FX3-ს წილად ერგო ბევრად უკეთესი აუდიო კარტა, ასე რომ ინტერნეტ ჩაწერა ხმის ბევრად კარგად შეგიძლია და აქვე ისევ დაიჩაგდა FX30 და ეგრეთ წოდებული XLR handle სამწუხაროდ FX30-ს კომპლექტაციაში არ მოყვება. კი, ანუ იხდი მეც და მეცაც ღებულობ კი. ცალკე შეგიძლია რა თქმა უნდა ეს შეიძინა. მენიუ ზუსტად იგივე არის, ზუსტად იგივე პორტები აქვს. ჩემი საყვარელი Full HDMI პორტი არის. საოცრად მუშაობს ორივე კამერაზე, live ტრანსლაცია, რაც გინდა. სტანდარტული აუდიო ჯეკი, სასმენისთვის, მიკროფონისთვის, Type-C, საიდან შეგიძლიათ დატენო და არ ვიცი, multi micro HDMI არ ვიცი რისთვის. ორივე კამერის ბოდი არის ძალიან კარგად აწყობილი, ძალიან გამძლე არის, ძალიან ბევრი screw აქვს და შეგიძლია დარიგო ისე ორივე კამერა როგორც გაგიხარდება. სანამ გავიდოდი გარეთ, სატესტოდ შიგნით სტუდიაში გავტესტე და ეს პირველივე ეგრევე blind test-ი გვაქვს. მარცხენა მხარეს A კამერა, მარჯვენა მხარეს B კამერა, თუ გამოიცნობთ რომელი აქედან FX3 და FX30. შეგახსენებთ, რომ ორივე კამერაზე აყენია სხვადასხვა ობიექტივები. ერთზე აყენია $150-იანი 50 მმ-იანი 1.8 და მეორეზე აყენია $2500-იანი 24-70-ზე G-Masters 2. ძალიან ახლოს არის ორივე კამერა ერთმანეთთან. მით უმეტეს თუ S-Log-ში იღებ და Base ISO-შია და ზუსტად დასვალ ფერებს, აი ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება ამათი გარჩევა ერთმანეთისგან. და რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო და კი
B კამერა იყო FX3 და A კამერა იყო FX30. სხვაობა, ოდნავ იგრძნობა სხვაობა სიღრმეში კადრის, დანარჩენი მიკროკონტრასტი, ფერი, sharpness-ი, ყველაფერი ზუსტად skin tone-ები ზუსტად ერთნაირად დაჯდა. აჰა, ესე იგი, გამოვედი სტუდიიდან და ეხლა გარეთ ტესტებს გავაკეთებ. განახებთ, აი, ესეთ ნახევრად მზიან, ნახევრად გრუბლიან ამილში, რას იზავს FX3 და რას იზავს FX30, ორივე ბეიზაისოზე გადავიღებ 800 ISO-ზე და რომ მივიღოს სწორი ექსპოზიცია, ამისთვის დავჭირდება ND ფილტრი. ორივე კამერაზე დავაყენებ ჩემს ჯერს პირველ რიგში 20-70-ზე G Master-ს 2 და 8, ძალიან კარგი ობიექტივია. და აი როგორც ხედავთ, კი არის overexposed, გადანათებულია და ამისთვის დავჭირდება ჩვენი ND ფილტრი. ND ფილტრის რაც შეეხება, ვიყენებ KNF-ის, ესე ჩემი variable ND ფილტრი, აი, ჰაჰა. აი ესე გვიმელებს, ეს არის KNF-ის 2-400-იანი variable nano B სერია. და მაყოფილვარ კარგია დიდად color shift-ი არ აქვს, მაგრამ მოკლედ ლაპარაკით რას ვთქვათ, საქმე გადავიღებ 30, 60 FPS-ში და ასევე 120 FPS-ში, იმიტომ რომ ეს არის CF Express სერიას ვიყენებ და შემიძლია ესეთ მაღალ bitrate-ში გადავიღო. ესე იგი, ეს არის ბეჭიკო. გამარჯობა. ბეჭიკო ძალიან ხშირად მეხმარება მე გადაღებაში, მათ შორის ავტო YouTube ბლოგების, გადაცემების, off-road-ზე და თან კარგი მძღოლია. და ეხლა ბეჭიქნება ჩემი მოდელი, გავტესტავთ მოძრაობაში აქტიურ სტაბილიზაციას ორივე კამერაზე. და ზოგადად skin tone-ებს როგორ გადმოცემს, როგორც ჩვენი FX30, ასევე FX3. ხო? ხმასაც გავტესტავთ და ესე მოძრაობაში, ოკეი? ოკეი. всё. ჯერ 20-70-ს გავტესტავ და მე ფართე კუთხეს დავაყენებ. 16-35-ს, იმიტომ რომ ამას სტაბილიზაცია აქვს შაშინებული. და 20-70-ს 2.8 G Master-ს სამწუხაროდ არა. არა და $2500-იანი ობიექტივია და არა აქვს. რატომ? კითხვა. ეს არის Sony FX30 სტაბილიზაციის და ხმის ტესტი.იდან გადავწოთ X-ზე. ჯო. ლოცავ. ეხლა უკვე გადავედით FX3-ზე და აქაც სტაბილიზაცია უნდა ვნახოთ და ხმა. ზაღლამაზია. ეხლა აქტიურ სტაბილიზაციაზე გადავიდეთ. ჰოპ, ეგარ. და ესე იგი, ლამის დამოკიდება ყველაზე საჭირო და ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი ეს არის ავტოფოკუსის ტესტი. ორივე კამერაზე დავაყენებ, როგორც ახლა FX3-ზე აყენია 20-70-ზე, რომ არ ვთქვათ მე რომ აი აფიანი ობიექტივით გადაიღე და მაგიტო არ უარგა ავტოფოკუსი. ავტოფოკუსის რეჟიმს ორივეს დავაყენებ wide-ზე და აი recognition-ი ექნება და აი
რამდენად სწრაფია და რამდენად აკურატულია cinema line-ის ავტოფოკუსები. ეს არის აგერ ჩვენი FX3, რამდენად ჩქარა იღებს სახეზე ავტოფოკუსს. ეს საკმაოდ სწრაფია და თან გავაკადრე და შემოვიდე. ხო, საკმაოდ სწრაფია. და თან და მაკროფუნქციაც არის ობიექტის. მოკლედ, FX3 საკმაოდ კარგია ავტოფოკუსში. ახლა უკვე FX30-ის ტესტის ზოგადია ავტოფოკუსის. და აგერ აქაც იგივე რეჟიმი არის. ხალის ამოცნობაზე დაყენებული და აი გავტესტავთ ცოტა უკან გავალ. და უცებ მოვა და რამდენად სწრაფად აიღებს ფოტოს ჩემს სახეზე და საკმაოდ სწრაფია FX30-ზე, ასე რომ ანეტარ დაიჩაგდება ამ რეგიონში FX30. ძალიან საინტერესო და კარგი ტესტი გამოვიდა. FX3-ზე ეკენოს ეს ობიექტივი 24-70-ზე და ეხლა განახებ რამდენად კარგი ერგონომიკა და რამდენად მოსახერხებელი XLR hand grip-ი აქვს ჩვენ cinema line სერიას. მაინცამ აქ მაქვს ყველაფერი. რომ იცოდეთ სამწუხაროდ FX30 ეს XLR handle კომპლექტაციაში არ მოყვება და ცალკე უნდა იყიდო. ცალკე კიდე დაახლოებით $300 ის როგორც მახსოვს. თუ არ დაიქცევენ დავწერდა და FX3-ს ნებისმიერ კომპლექტაციაში მოყვება. ოღონ აქაც არის ერთი ნო, კომპლექტაციაში არ მოყვება მიკროფონები. ასე რომ მაინც ესეც ექსტრა ფული არის, რომელშიც რაღაცა თანხა უნდა გადაიხადოთ. ამჯერად მე თვითონ ორიგინალი Sony-ს VG1 სერია ესეთი მიკროფონი მაქვს, საკმაოდ კარგი არის რა. პირდაპირ თავის ფოჩუში ჯდება, ხახნები აქვს მაღლა და შეგიძლია ხელით მოუჭირო. ნუ არსად არ წავიდეს. აი, всё, მორჩა მზად არის. აქვე მიკროფონს დააყენებ, თავისი პატარა სტაბილიზატორი რეზინას მოყვება, დაეთებ ცალ მხარეს. მერე მეორე მხარეს, სამი ინპუტი, მაგრამ რეალურად შეგიძლია გამოიყენო პარალელურ რეჟიმში მხოლოდ ორი ინპუტი, კაბელის მენეჯმენტიც აქვს, აი აქ და всё, მზად არის. ძალიან მარტივად, აი ნახეთ, ჩავხსნი და ძალიან კომფორტული არის გადასაღებად, განსაკუთრებით თუ იღებ low angle ან დაბალ კადრს, აი ახლა პარალელურად ჩემ ოპერატორსაც გადავიღებ, ბეატრის გადავიღებ. აი ეს არის ჩვეულებრივად, როცა გიჭირავს კამერა და აი ეს არის, როდესაც აი ესეთი დაბალი კადრის გადაღება გინდა და ძალიან კარგია. აი ძალიან მოსახერხებელია და არც წელი გეღლება, არც ხელები. აი ესე შეგიძლია გადაიღო. აქვე გაჩვენებთ იმას, რომ ამ handle-ზე მაქვს small rig-ის დამატება და ძალიან ჯდება ერგონომიკაში, მთლიან small rig-ის cage-თან. პატარა დაგრძელებ, იმიტომ რომ არ ყოფნის თვითონ handle-ი მოკლეა და სადღაცა ეს თითები გრჩება უკან. ეს თითები გრჩება უკან და არა კომფორტი მით უმეტეს მე მაღალ ადამიანს გზელი თითებით ეს თითები სადღაც უკან გრჩებოდა, ასე რომ თუ მოყვა თქვენსაც ეს XLR handle კამერას აუცილებლად ეს დაგრძელებას იყიდეთ რა. მაგრამ მე მაქვს ალტერნატივაც, რომელსაც გაჩვენებ. აგერ ეს არის ალტერნატიული handle მეორე. მოდი გაჩვენებთ ამას FX30-ზე. აი ნახეთ პირდაპირ ეს დამატება არის, რომელიც case მოყვება small rig-ის. ესეთი პატარა ადაპტერია, სადაც შეგიძლია სხვადასხვა ბრენდის ესეთი handle-ები დააყენო. ეს ბევრად კომფორტულია, ძალიან კომფორტულია, მაგრამ უბრალოდ handle-ის როლს ასრულებს მეტი არაფერი სამწუხაროდ რა. აი ესე. აი ამის წინააღმდეგ.
ორივე რკინის არის, მეტალის არის, ну, რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ და მხოლოდ ჰენდლის ფუნქცია გვაქვს და ამასთან შედარებით რაღაცა $280 ნაკლები. ასე რომ თუ ეძებ მარტო ჰენდლს, აუცილებლად იყიდე ჰენდლი. და თუ გჭირდება რაღაც ფილმ გადაღებებისთვის მეტი ხმა, უკეთესი ხმა, რა თქმა უნდა, ეს XLR ჰენდლი შენთვის არის. ძალიან დიდი პრობლემა არის, აი აქ არის ჰენდლის ღილაკი, ჩამთველი გამთიშველი და ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რომ არ გაგეთიშოს. კი, რთულად გადადის და გადმოდის, მაგრამ მაინც იცოდენ, რომ შემთხვევით არ დაგეჭიროს. აქვე აქ, მოდი, სამნახევრიანი ჯეკის მესამე ინპუტი, მაგრამ ეს მუშაობს ცალკე არ ხარ, ასე რომ პარალელურად პირველი და მესამე ფიზიკურად შეუძლებელია. აი, ნახე, აი აქ არის channel 1 და 2, 1 და მეორე ერთად და მესამე ცალკე. ასე რომ ეს გაითვალისწინე. გეტყვით იმას, რომ დღისით ძალიან ახლოს არის ორივე კამერა ერთმანეთთან, ძალიან გავს. კი, სიღრმის ასპექტში FX3 ბევრად ღრმა გამოსახულებას გვაძლევს, მაგრამ დეტალიზაცია, კონტრასტი, ფერები და ზოგადად ვიზუალი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან, მით უმეტეს ახლა ორივე base ISO-ში გადავიღე 800 ISO-ზე და ტესტებს ნახავთ თქვენ თვითონ. ახლა კი ჯობია გადავიდეთ ღამის ტესტზე და აი ხდა ახლა ღამის ტესტებში უკვე ნახავთ FX3-ის CDAD-ს, სიმძლავრეს თუ რამდენად ISO killer-ია, იმიტომ რომ 100K ISO-ზე შეუძლია რომ იმუშაოს ჩვენმა FX3-მა. ახლა კი გადავედით ღამის ტესტზე. და სტუდიის საიმიდან გადავიღე ორივე კამერით. აქ უკვე blind test-ი არ არის საჭირო და პირველს დავიწყებ FX3-ით. ეს არის 800 base ISO, გადაყვანილი უკვე 709-ში და აი აქ უკვე ვცვლი და მეორე base ISO-ზე გადავდივართ, რომელიც არის 12800 და აბსოლუტური სიგიჟე არის. აი ფაქტობრივად 0 grain-ი აქვს, ფერებით შეინარჩუნა. ეს კი ჩვენი საოცარი FX30-ია და აქაც ნამდვილად საოცრებებს აკეთებს. ეს პატარა კამერა, რომელსაც ორჯერ უფრო პატარა სენსორი აქვს, მაგრამ დიდი გული აქვს. შეგახსენ რომ base ISO აქ არის 800 და აგერ გადავედის შემდეგ base ISO-ზე, რომელიც არის 2500. როგორც დღისით, ასევე ღამე. ორივე კამერა ძალიან კარგად მუშაობს. ვარ ღამე სადღაც გარეთ პარკში გამოსული. base ISO გავთიშეთ და სტანდარტულ ISO mode-ზე ვარ, ორივეზე 800-ია და ეხლა უცებ გავზრდი ISO-ებს. ეს არის 2500 ISO ორივეზე. 2500 ISO-ზეა ორივე. ეს არის 6400 ISO და აგერ უკვე ჩემს გარშემოც თითქმის გადანათებას ხედავთ რა. ფოკუსის ტესტი არის და ძალიან კარგად აფოკუსირებს ღამე ორივე კამერა, მინდა გითხრათ. აგერ ახლა უკვე ბევრად ბნელ ადგილას გადავედით და ორივეზე 12800 არის ISO. აი ძალიან შორიდან ანათებს ლამპიონი. ახლა საერთოდ ამოვეფარები და დავდგები ისე რომ საერთოდ არ უტყავდეს განათება არსაიდან. და კიდე ავწევ. სამწუხაროდ FX30-ზე ვეღარ ადის ISO ვერსად 12800-ზე გაჩერდა. FX3-ზე კიდე 25600 არის ISO. კიდე ავწევთ. საოცრებას ახდენს ეს ჩვენი FX3. აგე 51000 ISO-ზე ავედით FX3-ზე და FX30-ზე ისე 12800-ზე. ეს არის 100000 ISO, ანუ აქ ფაქტობრივად მე სრულ სიგნალებში ვდგევარ. ანუ საიდან აღარ მირტყავს მე უკვე განათება ჩათვალეთ. ეს არის სრული სიგნალი ჩათვალეთ რა. ვინმეს თუ გაინტერესებთ სად ვიყენებ და როგორ ვიყენებ ორივე კამერას, გეტყვით რომ აბსოლუტურად ყველა პროექტში ვიყენებ ორივე კამერას, დაწყებული Flow-Flows PvP ბეტლებით, მაფიის ღამე, ნებისმიერი სხვა YouTube პროექტი, კომერციული გადაღება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ B კამერად ვიყენებ კი FX30-ს, ნებისმიერი ნორმალური ობიექტივით იღებ დაახლოებით 70% ხარისხის, რაც შესაძლებელია FX3-დან აიღო. სწორი ფერთა კორექცია და ზუსტად ერთნაირად დასვავ ორივეს და შეიძლება ვერც გაარჩიო.
ამ ორივეს შორის აი აქ გაიჩითა ახალი კამერა Sony FX2, ახალი full frame FX cinema line, რომელიც მე ვფიქრობ სისულელე დააკეთეს, გამოუშვეს, იმიტომ რომ აიღეს A7 4 სენსორი 10S FX-ის body-ში და დაუმატეს უბრალოდ viewfinder-ი. ანუ come on. მოდი შევაჯამოთ და რა შეიძლება რომ ვიყიდოთ? FX30 $2000-ად, $2200, FX2 $3000 და FX3 $4200-ზე არის ასული. ორი full frame კამერა crop-ის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ სტუდიური გადაღებებისთვის FX30 საკმარისზე მეტი არის. ნებისმიერი პოდკასტი, გადაცემა, YouTube-ი ძალიან კარგი კამერა არის და ჩემგან დიდი რეკომენდაცია. FX2, რა თქმა უნდა, full frame-ია და ბევრად მეტის მიღება შეგიძლია, მაგრამ როდესაც $1000 არის ხვაობა, კი, მაინც დაველდები, ან დავამატებ და ვიყიდი FX3-ს, რომ მივიღო მაქსიმუმი Sony-ს cinema line-დან. ახლა კი გათამაშების დრო დადგა და გაგარკვევთ, თუ როგორ უნდა მოიგოთ Vortex-ის ბრენდის პრემიუმ ხარისხის აი ესეთი მაგარი ფილტრები. გავათამაშებ პირველად ორ ფილტრს, ერთს გავათამაშებ Instagram-ზე და მეორეს YouTube-ზე. აუცილებლად უნდა გქონდეს გამოწერილი ჩემი YouTube არხი, თუ არ გაქვს გამოწერილი, ეხლავე გამოიწერე, ასე უნდა გამოიწერო Instagram პროფაილი და როგორც კი ავა ორივე 5000 საბზე ერთზე გავათამაშებ რენდომაიზერით ამ ფილტრს და YouTube-ზე გავათამაშებ მეორე ფილტრს. არ აქვს მნიშვნელობა 5000 ფოლოვერია თუ 5000 subscriber-ი. ორივეზე სცადეთ, იქნებ ორივე თქვენ მოიგოთ. Good luck. ხო და თუ მოგეწონა აი ესეთი კონცეფციის tech review-ები, აუცილებლად დამასაპორტე, გამოიწერე არხი, დალაიქე, კომენტარი დაწერე და დონაციის ლინკიც ანგარიშიც არის, პროგრამა. ასევე ვისაც არ გაქვთ განახი, პატარა დისკუსიები გვაქვს ტექნიკაზე და წინა ვიდეო რაც დავდე კახამშვიდობაზე საერთოდ შეგიძლიათ უყუროთ, ძალიან საინტერესო მოპოდკასტო ვარიანტის ვიდეო არის და აუცილებლად ეგეც უნდა ნახოთ. მადლობა შეხვედრამდე. Ciao.